რა გავლენას იქონიებს მსოფლიოსა და უკრაინაში მიმდინარე პროცესები საქართველოზე, რატომ ღრმავდება კონფლიქტი ტრამპსა და ზელენსკის შორის და რატომ ირჩევს ევროპა ზელენსკისა და უკრაინის უსაფრთხოების დაცვას. თემაზე სტუმართან პოლიტიკოს კობა გურულთან. ბატონობა საღამომშვიდობის, მადლობა რომ მოგწანთ. მადლობა მოწვევისთვის. ესე იგი, ისეთი სიტუაცია გვაქვს არა მარტო საქართველოში, არამედ მგონი მთელს მსოფლიოში, რომ ნამდვილად უნდა დავსვათ კითხვა, რა ხდება მსოფლიოში. ამერიკის ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოსვლით დასრულდა თუ არა ის ძველი დღის წესრიგი და დაიწყო თუ არა ახალი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისათვის. მოდით სანამ კონკრეტული თქვენი დასმული კითხვების არსებით განხილვაზე გადავალთ, სულ მინდა უახლოესი ინფორმაცია გაგაცნოთ, წავიკითხავ მაინც ციტირებისათვის. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წევრების გადამწყვეტი რაოდენობა მზადაა, სურს და შეუძლია გააკეთოს ყველაფერი, რათა თავიდან აეცილოს დიქტატორი პუტინის დაჯილდოება. კონგრესმენი ბრაინ ფიცპატრიკი თვლის, რომ სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკება უნდა მოხდეს ისე, რომ რუს დამპყრობლებს პასუხისმგებლობა დაეკისროს, სხვაგანად მოქცევა იქნება უკვე მომავალი შეჭრის წახალისება. ეს არის სულ უახლოესი ინფორმაცია, რომელიც გავლენიან სოციალურ ქსელებში დაიდო. სანამ კიდევ ერთხელ განხილვაზე გადავალთ საკითხის, იმედს ვიტოვებ, რომ ამერიკა არ არის მორგებული ერთი კაცის ხუშტურებზე, ბოდიში ამ გამოთქმაზე ამერიკა არის სახელმწიფო, რომელსაც გააჩნდა თავისი განვითარების მყარი, გარკვეული მიმართული პოლიტიკა, რომელიც უკვე აგერ რამოდენიმე ასეული წლები არის, არ შეცვლის თავის კურსს, რომელიც არის ასე თუ ისე გარანტი დემოკრატიის და გარანტი ადამიანის უფლებების დაცვის. ბატონობა, ის რაც ხდება ეხლა ამერიკასა და მსოფლიოში გნებავთ უკრაინაში, რა გავლენას იქონიებს ეს ყველაფერი საქართველოს? ჯერ შევაფასოთ მოვლენები, რაც ხდება და მერე იქიდან გამომდინარე, რაც ხდება, გავავლოთ პარალელები, რა გავლენა უნდა იქონიოს და რა გავლენა უნდა იქონიოს არსებული ამ ხელისუფლების ხელში, რომელიც დღეს სამწუხაროდ ამ ქვეყანას ყავს. ეხლა ჩვენი მაყურებლები ალბათ თუ კი ყურადღებას გვაქცევენ, შეიძლება ვიღაცა მიფიქროს, რომ ერთი რიგითი ქალაქის დეპუტატი, სატრამპი რა შეფასება უნდა მიცეს. კი ბატონო, გეთანხმებით, არა მე იმ დონის, არა მაქვს მაგ დონის ას პოლიტიკური განათლება, არჩილება, ცნობიერება, არანაირი პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ მოდი საკითხი გავამარტივოთ, ჩვენებურად რო ვთქვათ, თეთრსა და შავს შორის ავხსნათ, დავდოთ და მოდით ერთად შევაფასოთ, ხალხო, ერთად შევაფასოთ, რა ხდება, ხო? მე არ ვიტყვი, რომ მე ვარ მართალი, მე დაგიდებთ ფაქტებს, რომელიც არ არის ჩემგან მოგონილი, რომელიც არის ამოღებული ციტატებიდან, ტრამპის გამონათქვამებიდან და ერთად გავაკეთოთ. მე ხო გვაქვს ჩვენ განჯის უნარი რაღაცა მტყუილ მართალის ელემენტარული საშუალო დონის განათლება მაინც ხო გვაქვს ბოლო-ბოლო. მოდით ახლა მივყვეთ მოვლენებს. რა თქვა ტრამპმა რაღაც ჩავინიშნე, რომ არ გამომჩენოდა, რა თქვა, ვიდრე ეს მოვლენები აგორდებოდა და აზრთებოდა. ტრამპი ამბობს და ახლა ერთ სიტყვას ვაგარად, რომ ის ყოველთვის პატივს ცემს ერების თვით გამორკვევას და ერების უფლებას რა ფორმატში იცხოვრონ და რა იყოს მისი სახელმწიფო. ამას ამბობს. ამის მერე ამბობს, რომ უკრაინაში ომის დაწყების დანაშაული ძირითადად მოდის უკრაინაზე, იმიტომ რომ მათ თურმე მოინდომეს თვით გამორკვევა და ნატოს ალიანსში გაერთიანების სურვილი გამოთქვეს. ესე იგი. რასთან აგვაქვს საქმე და ვინ არის ეს კაცი, რომ შევაფასოთ. ჯერ ამბობს, რომ მე რა თქმა უნდა ვაღიარებ და პატივსცემების თვით გამორკვევას, მე ამბობს, რომ კაცო ომი პუტინმა კი არაო, ამან დაიწყო, იმიტომ რომ ამანო ასეთი თვით გამორკვევის უფლება მიანიჭა მის თავსო. პირველი ფაქტობრივი გარემოება, სადაც მისი ერთი ნათქვამი მეორე ნათქვამთან მოდის წინააღმდეგობაში. შემდეგი ამბავი. ხომ ამბობს უკვე ვიცით მთელმა მსოფლიომ, რომ ტრამპი, ზელენსკი არის დიქტატორი და დამნაშავე არის ომის დაწყებაში. ძირითადად მთავარ დანაშაული მაგაზე გააკეთა, ხო? მოდით ახლა დავამარტივოთ კიდე საკითხი. არსებობს სახელმწიფო, რომელსაც ქვია უკრაინა და იარსებებს და გახდება ძლიერი. აქვს თავისი მკვეთრად გამოყოფილი საზღვრები, რომელიც არის 1991 წელს საბჭოთა კავშირის დასვლის შემდეგ უკვე ხელმოწერილი და აღიარებული მსოფლიოს ყველა ინსტიტუტების მიერ, ხო? ყველამ ვიცით ამაზე, ხომ არ დავუთ, რომ ის საბრძოლო ტექნიკა და მეომრები შევიდნენ იმ საზღვრის გადაკვეთის შედეგად უკრაინის ტერიტორიაზე. ეხლა იმ ხალხსაც მე ამ ბოლო თვეებში, პერიოდებში თქვენთან სტუმრობისას ეთერში ავირჩიე ერთი გზა, არ ვიცი, შეიძლება მსარია, შეიძლება მართალი არის, რომ მე უფრო მინდა ვესაუბრო ხალხს. ხელისუფლებამ საუბარს აზრი არ აქვს, ესენი გაშიფრულია უკვე რაც არიან, ვინც არიან, რასთანაც აქვს საქმე. ხალხს ვესაუბრო, რომ დაუსაბუთო
რასთან აქვს საქმე, როცა რიგითი, ჩემი თანაქალაქელი სამწუხაროდ მეუბნება, რომ ზელენსკი არის უბედურება და ზელენსკი დახოცა ხალხი. მის სახლში რომ შემოვიდეს აგრესორი მეზობელი. აი პირობითაც გაქვს ეზო, რომელიც არის 2000 კვადრატი. შენი აგრესორი მეზობელი, რომელიც ყველა მეზობელთან მტრულად არის განწყობილი, იმიტომ რომ რაღაც ძალა გააჩნია, გეუბნება რომ ამ 2000 კვადრატიდან უნდა ჩამომიჭრა 500 კვადრატი. თუ არ ჩამომიჭრი, ვიჩხუბებთ. გეკითხებით, აი თქვენ, ვინც ამართლებთ რუსეთის ქმედებას და ზელენსკის მოიხსენიებთ ქვეყნის დამაქცევრად. შენს სახლს და ეზოს რომ ჩამოგაჭრის მეზობელი, თუ შენ დათმობ, გექნება მშვიდობა და არ გექნება ომი, თუ არ დათმობ, უნდა იომო, ხო? იბრძოლო, ხო? ამ დროს იმ ფორმატში, რა ფორმატითაც ამბობ, ჩემო თანაქალაქელო, ვინც კიდევ იქა ხართ, რომ მე ხარს უჭერ რუსეთს და მართალი არის რუსეთი და დამნაშავე არის უკრაინა, მაშინ იმ თქვენმა მეზობელმა ის თქვენი ეზოს ნაწილი რომ ჩამოგაჭრათ და თქვენ არ ეომებით და უთმობთ. რამოდენიმე დღის მერე ხვდებით სუფრაზე. და სვამთ დავით აღმაშენებლის სადღეგრძელოს და ქართველი გმირების საზღელოს, რომლებიც იცავდნენ სამშობლოს. კაცო, ის ხალხი თუ იბრძოდა ქვეყნის დასაცავად. შენ თუ ამბობ, რომ არ მინდა ომი, მაგრამ გქონდეს რაც მაგ ყველაფერიო. ეს ქცევა მოდის თუ არა ერთმანეთთან წინამდებობაში. კი ბატონო, რომელ ლოგიკაში ზიხართ ხალხო გამადიდი. იგივე მსგავსი შეკითხვა რომ დავსვათ, თუ ომი უნდა აგვეცილებინა იმ 20%-ის გარდა რაც უკვე წაიღო რუსეთმა ჩვენსგან ტერიტორია. კიდე რომელი ტერიტორია ვთქვათ უნდა შეგვეთავაზებინა, რომ ომი აგვეცილებინა. გეტყვით მარტივად რომელზე იქნებოდა ქართველი ხალხი, მაგრამ ვთქვათ მიგვეცა. პირველ რიგში, ესე იგი, აჭარა ხალხსახათ იყო. რო თქვა იქ უნდა ჩამდგარიყო თურქეთის საზღვარზე, უნდა ჩამდგარიყო რუსული ჯარი, ანუ რუს სალდაც ჭალებში ბოდიში ამ გამონთფაზე, უნდა შეემოწმებინა ჩემი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, პასპორტი, რომ საზღვრის კვეთის და მას უნდა მიეცა უფლება ჩემთვის გადავკვეთავდე თუ არა. აგრეთვე მიგრაციიდან დაბრუნებული ჩვენ ქალაქელი თუ თანამოქალაქე რო შემოდის საზღვარზე, მან უნდა მიცეს თურმე უფლება და კონტროლს იღებს უკვე ამ გეოპოლიტიკურ სასაზღვრო ზოლზე. ну ახლა შეიძლება გითხრას რომ აჭარას კი არ გაარცმევ კაცო, მაგრამ მე უნდა ვაკონტროლო. შენი ფუნქციონალური ინსტიტუტები რაც არის, ხო? სასაზღვრო ჯარი, შენი ნელა-ნელა მე იქ უკვე გაჩნდება რუსული რუბლი, ხო ასე არის. ნელა გაჩნდება ჩაოლებრად და უკვე გაჩენილი არის სამწუხაროდ რუსული დასახლებები. არაბარ აგრესორი და აგრესიულად განწყობილი რუსიერის მიმართ ვაფასებ იმ ნაწილში, რომელსაც დასაფასებელია, მაგრამ აგრესიულად ვარ განწყობილი, რომ ჩემი ქვეყნის იმპერია. ეხლა გავაგრძელოთ ისევე ტრამპის გარშემო საუბარი. როცა ეს ხელისუფლება უკვე აგერ თვეები აჟღერებს, რომ საქმე გვაქვს გლობალურ ომის პარტიასთან. მე ხვდები, რომ საქმე გლობალურ ომის პარტიასთან კი არ არის, ეს ხო მითია შეცვლილი არის. საქმე გვაქვს გლობალურ დემონსტრეიტთან რაღაც ასე ქვია. ესენი არიან 30 ვერცხლი, ეს კაციც, ამ კაცის, ესე იგი წარმოგიდგენიათ ამ კაცისთვის ფასეულობა, ის კი არ არის რომ მილიონ ადამიანამდე დაიღუპა უკრაინის ტერიტორიაზე. ფასეულობა იქ ვოლფრამი და სხვა სიმდიდრეებია და ვაჭრობს მილიონი ადამიანის 350 მილიარდი სანაცვლოდ ითხოვს, რომელიც ამერიკა 350 მილიონის გასარკვევია, ჯერ რა და როგორ და რანაირად არის და მეორე თუნდაც ეგრე იყოს. ადამიანზე დიდი ფასეული და ამერიკა არის სიმბოლო ადამიანის უფლების დამცვის და სიცოცხლის გარანტორი, ასე უწერიათ კონსტიტუციაში, კაცო. და შენ ამ ქვეყნის პრეზიდენტი ვაჭრობ ვოლფრამზე და ცოცხალ კაცზე. უკრაინელზე მოხდა რა მნიშვნელობა აქვს, თუნდაც სხვა ეროვნება იყოს, ნებისმიერ. თუმცა სამართლიანობისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ მან საუბარი ზუსტად იმით დაიწყო, რომ იქ ადამიანები იღუპებიან და ადამიანებს უკვე სხვა ცხოვრება ჭირდებათ და ამიტომ მე უნდა ჩავერიო და უნდა შევწყვიტო ომიო. და დღემდე იმეორებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის გარდა ამ ომს ვერავინ ვერ შეაჩერებს. ეგ ჩვეულებრივად არის ამ კატეგორიის ადამიანების შესავალი სიტყვა შემდეგი თავისი სიტყვების ლეგიტიმაციის მიზნით. მარტივი ფორმულირება აქვს ამას. ესენი არიან ერთი ყველა, რომელთაც უკვე ფულის ფასეულობა უფრო ზეამაღლებული აქვს, ვიდრე სამართლიანობის, ვიდრე უფლის წინაშე 100 წლის მერე წადგომის და მართალმტყვანის გარჩევის, სხვა ყველაფერზე მაღალი გახდეს ფული. ეს კაცი არის ჩვეულებრივი ვაჭარი, უკვე ამას ვერ დავარქმევ, ამას ვიტყვი, სადაც გვინდა იქ იყოს, როცა ვაჭრობ ვოლფრამით და ადამიანის სიცოცხლით. აი ეს არის ესა. ეხლა რაც შეეხება ახალი არჩევნების ჩანიშვნას ითხოვს უკრაინაში ბატონი ტრამპი. მოდით ასე გავაკეთოთ. რეიტინგი საერთოდ აღარ აქვს ზელენსკის. და როგორ ფიქრობთ, ამდენად არის შესაძლებელი
ქვეყანაში, სადაც არის ომი ჩატარდეს არჩევნები. ნუ ეხა ალოგიკური არის, რა თქმა უნდა, რომ საომარ მდგომარეობაში ქვეყანაში ერთ-ერთი უსაფრთხოების გარანტიების ვერ ვაძლევთ ამ უმრჩევლებს, რომ რა მოხდება საარჩევნო უბანზე ეს ერთი და მეორე, როგორ შეიძლება რომ როცა თქვათ იქ ხარკოვის ოლქი, როცა თქვათ ზაპოროჟიეს ოლქი და ასე შემდეგ ოკუპირებული არის, რანაირად გამოხატავ იმ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელთა ნებას იმ პირობებში, რა პირობებშიც ისინი დღეს ცხოვრობენ, ფაქტიურად თავშესაფარში ცხოვრობენ, რომ სიოცხლე გადაარჩინონ და სადაც მეტრო ვარ, იმ ქალაქებში მეტროში ათენებენ, ბევრი მოქალაქეები ღამეს ეს ხო აცდენილი არის, რა თქმა ამას არც დიდი განათლება უნდა, არც დიდი პოლიტიკური ცოდნა უნდა, ამას უნდა მარტივი უნარ-ჩვევები, ანალიტიკური გათვლის, რა არჩევნებზე ლაპარაკობ და რეიტინგი ვისი რა არის, ჩანს უკვე, აი იმას წამეთ მოდის უკვე დომინოს პრინციპით წამოვიდა, წაგიკითხავ თუ კი გვაქვს დრო ეთერში, რამოდენიმე გავლენიანი კონგრესმენის და სენატორების უკვე განცხადების, თვითონ ამერიკელების ახლა ყველას იმდენად შორის რესპუბლიკელებიც რა თქმა უნდა, რა მისი ამომრჩევლები, ანუ იმდენად დიდი ზღვა მასალა წამოვიდა, რომ უკვე ვეღარ აუდივარ ზეპირად დავიმახსოვრე, აი სენატორი კურტისი, უკრაინა არის სუვერენული ქვეყანა, რომელიც თავს იცავს აგრესიისაგან. ეს არის რეალობა, ანუ რაც თქვა იმის საწინააღმდეგო სამართლი. სენატორი ჯონ კურტისი ისე ომი უნდა დასრულდეს ისეთი პირობები, სადაც გათვალისწინებული იქნება მშვიდობა ოღონ არა უკრაინის ტერიტორიების დათმობის ხარჯზე. სენატორი გრასლი, პუტინი არის ომის დამნაშავე, ის ბომბავს, ავადმყოფოებს, სკოლებს, უბრალოდ შეადარეთ ეს ორი ადამიანი, ზელენსკი და პუტინი. კი ბატონო, ევროკავშირზე გადმოვინაცვლოთ თუ გნებავთ. კი, გადმოვიდეთ ერთ რამეს ვიტყვით, როდესაც ესე იგი, ამერიკის პრეზიდენტი, რომელიც სახელმწიფო არის დედამიწაზე, ამბობს უნდა შეხვდეს ომის დამნაშავეს, სადაც რომელზედაც ბოდიშით გაცემული არის ჰააგის სისხლის სამართლის მიერ დაკავების ორდერი. ძებნილი არის ფაქტიურად. ძებნის ხვდება ამერიკის პრეზიდენტი მოლაპარაკების მიზნით ომის დამნაშავეს. ამ დროს საერთაშორისო ნორმებში მათი ქვეყნის, ანუ ამერიკის მიერ აღიარებული ინსტიტუტი არის ჰააგის სასამართლო. ეს კაცი ნორმალური თუ არის ახლა ეგ სადღაც საშუალო იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტისთვის მარტივი აღსათქმელი არის ამას რა ქვია ყველაფერს და ეს კაცი ამოდენად სახელმწიფოს პრეზიდენტი არის და ამბობს რომ მე შევხვდები და ვილაპარაკებ იმასთან ვიზედაც ძებნა გამოცხადებული ცივილურ სამყაროს ფაქტურად ასეა. ახლა რატო ვერ აგებენ ვიცით ეგ დანარჩენი ნიუანსები ხო? ახლა აცდენილი არის უკვე ეს ყველაფერს. ეს ან ფულს აყავს გაგიჯებული ან მართლა ვერ არის უკვე შეშლილი არის ხო? რა ქვია ამ ყველაფერს? დღეს თუ დააკვირდით მის სიტყვებში, მის განცხადებაში იყო ესეთი რამ, რომ ჩვენ გვაცილებს უზარმაზარი და მშვენიერი ოკეანე ევროპასა და უკრაინას და ეს არის პრობლემა ევროპის. ეს არის პრობლემა ევროპის, ხო? ეს არის პრობლემა ევროპის, ხო? ნუ ახლა არ ამგონია. და ევროპისგან განსხვავებით ჩვენ ვერაფერს ვერ მივიღებთ იმ თანხებიდან, რაც გადავეცით უკრაინასო და ეს მე ვიცი და არავინ არ იცოდაო, რომ ევროპა ვალად აძლევდა ყველა იმ თანხას უკრაინას და ჩვენ გამოვიდა, რომ მივეცით სულ ტყუილათო. არ ამგონია. ასეთი განცხადება გააკეთა პრეზიდენტმა ტრამპმა. ტრამპი რომ ის ლამაზი ოკეანე, რომელიც აშორებს, მაშინაც აშორებდა, როცა როლანდ რეიგანი იყო ამერიკის პრეზიდენტი და არ ამგონია, რომ მასზე დიდი ავტორიტეტი კონდეს და მასზე დიდი სიტყვების სახელი დატოვოს ისტორიაში, ვიდრე იმ კაცმა დატოვა. მაშინაც იგივე ოკეანე აშორებდა და მაშინაც იგივე მანძილი იყო, არაფერი არ შეცვლილა. ხო, ეხა შეუდარებელია, ხო, დიქტატორის, კვლელის, ბავშვების მკვლელის მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელის, ტერორის წინააღმდეგ უნდა იყოს უკაცრესი ზომები გატარებული, ხო? ჩვენ თავზე გავიარეთ ხალხო ეს. ჩვენ ხო აფხაზეთი, ჩვენი მარგალიტი ხო ოკუპირებული გვაქვს. ჩვენ ხო 300,000 დენვილი გვყავს იქედან. ჩვენ ხო იქ ჩვენი ბიძაშვილები, ნათესავები ბრძოლაში დაიხოცენ სამშობლოსათვის, ხო? ვინ დახოცა? თუმცა ბატონობა დღეს ქართული ოცნების ზოგიერთმა წევრმა გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ შესაძლებელი იყო თურმე უკრაინას აერიდებინა თავი ამ ომისთვის და კითხვაზე როგორ შეიძლებოდა ამ ომის თავის არიდება? ხო, პასუხი რეალური და ლოგიკური პასუხი არის. იმიტომ რომ ეგენი მხოლოდ იმეორებენ იმ მესიჯ ბოქსებს, ას კრემლიდან უგზანია. და რატო როცა შეეკითხები, ვერ ადამიანს შეუძლია გასცეს პასუხი შეკითხვაზე, მაშინ როცა მის ნაზრებს ამბობს. როცა ვიღაცის ნათქვამს იმეორებს, თავისთავად პასუხს ვერ გასცემს, იმიტომ რომ ის ნათქვამი მისი ნაზრები არ არის. ძალიან მარტივი ლოგიკა აქვს. ამასთან ვერც გაცემენ პასუხს და რა პასუხი უნდა გაცენ? ახლა გააჩნია
რის ხარჯზე ინარჩუნებ თუ ჭალებში ჯერ კიდევ საკითხავია რა მშვიდობა ქვია ამ ყველაფერს რის ხარჯზე ინარჩუნებ მშვიდობას ტერიტორიების ოკუპაციის ხმის არამოღების ყოველდღე საოკუპაციო ზოლზე ჩვენი მოქალაქეების მოპარვის დღეს გაკეთდა განცხადება იმის თაობაზე რომ 3+3 ფორმატში თურმე გამიგველოდება და კარიღია ფაქტიურად ეგ იქნება საბოლოო ჩვენი იზოლაცია მე გეუბნებით აგერ და დაიმახსოვრეთ ჩავხვდებით კიდე ხო ამ ეთერში ხო აპრილის ბოლოდან ჩვენ გველოდება თუ ეს კურსი არ შეიცვალა და არაფერი მოხდა რაიმე ცვლილებები პოზიტივისაგან ჩვენ გველოდება ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება ჩვენ გველოდება საბანკო იზოლაცია და ნახეთ მე ფინანსური არმაგედონი მე ნახეთ გვახსოვს ხო ყველა ის თაობა ვართ კუპონები თუმცა ამაზე სავარაუდოდ არ ფიქრობს იმიტომ რომ ჩვენი მთავრობა რადგან დღეს ბატონმა დინარაძე მაპატიეთ ხო აი ალბათ ამის განცხადება გააკეთა იმის თაობაზე რომ ემიგრაციაში მყოფი ქართველები რომლებიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ მთავრობას დეპორტით იქნებიან ჩამოყვანილი და 60 დღიან სასჯელს მიიღებენ საქართველოში ნახეთ ეგ განცხადება ჯერ ერთი მოდი ასე ვთქვათ ჯერ კიდე ანუ არ აშინებთ ალბათ ქართული ოცნების წარმომადგენლებს იმდენი ადამიანის ჩამოსვლა და შემდგომში როგორ დასაქმდებიან ეს ადამიანები და თავს რით ირჩენენ აი მაშინ მიიღებენ მართლა რევოლუციას ჩვენ რათი ვცხოვრობთ განვლებით ხო ჩვენი ბიუჯეტი ძირითადად ჩვენი სავალუტო რეზერვები ივსება ემიგრანტების მიერ გამოგზავნილ ვალუტით ხო მე მართლა მოხდებაო მე მართლა მოხდება ვებუდება და თუ ამას მოყვა კიდე რასაც ახლა ვამბობდი ეს საბანკო იზოლაციები მე ვნახოთ ერთი მე ვნახოთ ის მათი ხალხი მხარდამჭერები ბრმას რომ ხარს უჭერენ და 700 ლარიანი სიპებში აიპებში დაასრულებული ხალხი გარეთ რო გამოვლენ თვის ბოლოს ხელფას რო აიღებენ და იმით სულ რაღაცა შეიძლება 3 კილო შაქარი და 1 კილო ხორცის მეტი ვერაფერი მიიტანონ საფრთხე მე გამოფხიზდებიან რასთან გვაქვს საქმე სრულად ვართ ჩამოკიდებული საერთაშორისო საბანკო ინსტიტუტებზე რა გვაქვს ჩვენი 93% სამოხმარებლო კალათის არის იმპორტირებული 7% ექსპორტით კიდე შეავსო 93% ვალუტის გადინება რაღაცა ხონდა იყოს ხარ დონორების ხარჯზე, ხარ ინვესტორების ხარჯზე და ხარ ემიგრანტების ხარჯზე, ხო? ასე თუ ისე სანამ ქვეყანა დავდგებით, სანამ გავხდებოდით, იმედი გქონდა და იმეც კიდე მიტოვებ, კაცო. გავხდებოდით ევროკავშირის წევრი, როცა იმ გლობალური ევროპული ოჯახის წევრი ვიქნებოდით, სადაც ერთიანი საფინანსო ინსტიტუტების ერთ ჩართულობაში ვიქნებოდით. ეხლა თუ ირანის იზოლაციისკენ მივდივარ, ირანს კიდე ნუბაზავთ, ხალხო, ირანს უდიდესი მატერიალური საშუალება წიაღისეული აქვს, რეწველობა აქვს, თავისი საკვები თავისი აქვს, ტექნიკა თავისი აქვს და ჩვენ რას ვაკეთებთ? რას ვაწარმოებთ, რომ ჩვენი თავი გადავირჩინოთ. ირანს შეუძლია აბსოლუტურად ჭედილ მდგომარეობაში გამოკვებოს რამოდენიმე წელი თავისი მოსახლეობა. ხვა ჩვენ პურის პრობლემას დაგვიდგება ისე როგორც იყო 90-იან წლებში. საუბარი ზედმეტი არის თქვათ ავტომანქანის სათადარიგო ნაწილებზე, საუბარი ზედმეტია ჩასასვლელზე, საუბარი ზედმეტია სამედიცინო პრეპარატებზე, ტექნიკაზე, აღჭურვილობაზე და ამავდროულად. დღევანდელი დღით ცხოვრობს ეს ხალხი და იმ მესიჯ ბოქსებს იმურებს, რასაც კრემლიდან მიცემენ გადაკოპირდება ჩარდება ერთ-ერთ ტელევიზიაში რომ უკრაინის დამარცხება არის ჩვენი გამარჯვება. შალვარამიშვილმა თქვა ეგ. ახლა რადონის უზნეო უნდა იყო ქვეყანა რომელიც ებრძვის აგრესორს რომელმაც შენ წაგართვა ტერიტორიები. ამ ქვეყნის დამარცხება ყოფილა თურმე შენი გამარჯვება. დავანებოთ თავი პოლიტიკურ ცნობიერებას, დავანებოთ თავი ყველანაირ თქვათ, რომ ვინ მეტი იცის, ვინ ნაკლები. ელემენტარულად გეუბნებით აგერ და გამაგებინეთ, იქნებ მე ვგებულობ და ამიხსენით რა ხდება. შენი მტერი ვინც არის, იმას ებრძვის ქვეყანა, რომელიც შენი დამღუპველია და რომელსაც დაგვაქცია. და იმის დამარცხება არის შენი გამარჯვება. მე აი რა გავაკეთო კომენტარი და რა ვთქვა. ეს არის ან რეალობას მოწყვეტილი, გაგიჟებული ხალხი, ან იმდენად მანქურთები და მონები გახდნენ მსახურები რუსული ბოროტების იმპერიალისტური მანქანის, რასაც დღეს მათი გზავნილი ხელისუფლება აქ ემსახურება, რომ ყველაფერი გვერდზე გადადგეს. ღირსება, სამართლიანობა, ყველაზე დიდი სამართლიანობა ხო არის, ხო? ყველაზე დიდი ფასეულობები ჩვენთვის რა არის, ხო? რა თქმა უნდა, ოჯახი, ესენ რო იზახიან ოჯახური ფასი, ის არა, ჩვენ მართლა რო ფას ვადებთ, ოჯახური სიწმინდე ჩვენი ღირსება, ჩვენი ტრადიცია და სამართლიანობა და სარწმუნოება, ხო? როცა გიდევს ორი ფურცელი, ერთი თეთრი, ერთი შავი და იცი რომ ეს შავია. მაგრამ ამბობ ეს რომელიც შავია, თეთრი და ეს რომელიც თეთრია, შავი, იმიტომ რომ დღეს შენ იღებ რაღაცა, შემოსავალი გაქვს, მაგრამ იცი რომ არ ახარ მართალი ამ ნათქვამში, მაგრამ უნდა თქვა. შენი თავის წინაშე საჯულთან რო დადგები შენ მესთან, არაფერი არ გაწუხებს. რაღაცა უხერხულობის გრძნობა არა გაქვს. დავანებოთ თავი ხალხო ამ პოლიტიკას საერთოდ წამპის შეფასებას იმას
ერთი რამე გამაგებინეთ, შენი ქვეყნის კერი ვინც არის და იმის მოწინააღმდეგე ვინც არის, მისი დამარცხება როგორ არის შენი გამარჯვება. ვინ ახარ ასეთი და რა ბოროტება ხარ ასეთი? 25 თებერვლის აქციის თაობაზე მინდა გკითხოთ და ვიდრე ამ აქციაზე ვისაუბრებდეთ, პრეზიდენტმა შეიტანა, მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ადვოკატმა სარჩელი იმის თაობაზე რაც მოხდა და მთელი მსოფლიო ლაპარაკობს ამას, ადამიანს დაუშინეს კვერცხები. ამ ფაქტს როგორ შეაფასებთ? საუბარი იმაზე, რასაც თქვა ქალბატონი ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი, წინასწარ გაცხადებული ფაქტიც კი ეთანხმებით თუ არა? რა თქმა უნდა, ახლა სულ თანხმედრაში არის გიორგი ახარიას ჩამოსვლა დახვედრა და სხვათა შორის დავაკვირდი ხმებს. აი ეს ქალბატონი ვინც არის თუ გოგონა ამ მნიშვნელობა პროეუბნება რომ მოღალატე ხარ და მე გადავაკოპირე მეორე დღის იმაზე, გადავახვიე და მოусმინე იმ ხასაც ერთ-ერთი ამ მაგას ექსპერტი ერთ-ერთი ჭირდება ხმა ეს არის ის ხალხი ვინც არის დაქერებული მართლა 20-30 ლარიანი მონები რომელსაც არც იცის სასაკეთეს მაგრამ აკეთებს იმიტომ რომ იქ ქულები უნდა დაიწეროს და რაც შეეხება ხა თქვენ დასმულ შეკითხვას რომ კი ქალბატონმა სანოემ შეიტანა განცხადება მაგრამ დღეს ჩვენ გვაქვს ფაქტობრივი გარემოება ასეთი როცა დამნაშავე ჩვენ ქვეყანაში დღეს დაზარალებულად არის ცნობილი და დაზარალებული დამნაშავედ არის ცნობილი ამ სამართლიან რეჟიმში დღეს ვცხოვრობთ ისი მედმა გქონდეს იმდონეზე უსირცხვილოდ კაცი არის დახვდნენ ცემენ დალურჯებული აქვს სახე ჩალურჯებული აქვს თვალები მას უყენებენ ბრას და ვინც ცემა ან საერთოდ არ არის ძებნა და ძიება გამოცხადებული ან თუ მიაგნეს ვინც ცემა ის არის დაზარალებული ეს აქვს დღეს სული მარაზმი არის ანუ ეხლა მოდი ეხლა ხო საუბრობდით ამ სოფლიო პოლიტიკაზე ცოტა პარალელები გავავლოთ ნახეთ ტრამპი ამბობს რომ უკრაინამ დაიწყო ომი ფაქტურად ასე ამბობს ეხლა პირდაპირ არ ვთქვა მაგრამ ის რაც თქვა ამას ნიშნავს ანუ რუსეთი კი არის დამნაშავე უკრაინა არის დამნაშავე და აქ ამ პატარა ჩვენს ტერიტორიაზე ხდება რომ ვინც დაზარალებულია ის არის დამნაშავე ერთი ვექტორია ეს და ეს ერთ ვექტორზე აკეთებული demon state ქვია უკვე მე აღარ ვარ deep state ხო იცახოდეთ ეს არის demon state-თა გაერთიანება რომელიც ებრძვის უფლის სამართალს უკვე ამ ქვეყანაში ეს არის ალბათ აღზევება რო წერია წინასწარმეტყველებაში ქრისტეს მეორედ მოსვლამდე ტახტზე სატანაო ალბათ ის არის უკვე ამასთან აქვს საქმე აბა რა ქვია ამ ყველაფერს რა ქვია ამ ყველაფერს როცა კაცი ნაცემი გაუბედურებული კლინიკაში გადასხმები რეანიმაციაში იყო და გამოდის იქ უყენებენ ბრას ვინც ცემა ეს არის დაზარალებული 25 თებერვლის აქციის თაობაზე მინდოდა მეთქვა 25 თებერვალი ცუდად გვაქვს დაცდილი ქართველებს და ძალიან ცუდ თარიღთან ასოცირდება ჩვენს ისტორიაში და ჩვენ კიდევ ერთხელ მოწოდება იმის თაობაზე რომ ყველანი უნდა გავიდეთ და გადავარჩინოთ იგივე ბედს ჩვენი ქვეყანა გამონათქვამი ბრძოლა გამარჯვებამდე ცოტა ბრძოლა ბოლომდე ბოდიშით ცოტა ჩემთვის არ არის მიღებული ბოლომდე რაც ჭავს ბოლო არა ბრძოლა არის მთელი ცხოვრება ეს ბრძოლა დღეს რაც ხდება არის გამარჯვებამდე და გამარჯვების შემდეგაც უნდა იქნას რომ შევინარჩუნოთ ჩვენი სამშობლო და სახელმწიფო. ჩვენ ხო 25 თებერვალი გვაქვს ოკუპაციის დღე, ვიცით ხო ისტორიაში ხო? ეს უნდა იყოს სიმბოლურად ჩვენი ერთობა გარეთ გამოსვლა, რომ დავანახოთ სოფლიოს რომ ოკუპაცია რომელიც მოხდა მაშინ 1921 წელს აღარ უნდა განმეორდეს საქართველოში და ცივილურმა სამყარომ უნდა დაინახოს რომ ქართველიერი ფეხზე დგას და არასოდეს არ შეეგუება რუსულ დიქტატურას და ოკუპანტის ბოგინს ამ ქვეყანაში. აი ეს ფორმატი იქნება 25 თებერვლის. ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეო, ჩვენი შვილების საკეთილდღეო და რუსული და იმპერიალისტური ინტერესების წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვა. ეს იქნება მთავარი მესიჯ ბოქსი 25 თებერვლის. ძალიან დიდი მადლობა, ბატონობა, მადლობა თქვენი საინტერესო მიმოხილვისთვის, თქვენი საინტერესო ხედვისთვის, სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით და ეს ის საკითხებია, რომელიც დღეს არა მარტო ქართველებს, არამედ მთელ მსოფლიოს გვაწუხებს და გვანერვიულებს, იმიტომ რომ ნამდვილად გაურკვეველია სიტუაცია და ნამდვილად არ ვიცით ხვალდაზე რა როგორ გადანაწილდება, როგორ დაალაგდება და ამ დროს სად აღმოჩნდება ჩვენი ქვეყანა. ალბათ ეს ეტაპიც გასწავლა, ალბათ ასე გვიწერია ჩვენ. ძალიან ალბათ ძალიან მალე დრო გავა ისტორიის კურსებზე დაიწერება რომ საქართველოს ეს ეტაპიც გაიარა და უკვე მართლაც ქვეყანა შევდექით ალბათ ესეც ჩვენი ბედისწერა ყოფილა მაგრამ მაინც გავიმარჯვეთ მადლობა გაიხარეთ დაგემშვიდობებით მაყურებელს შევახსენებთ რომ ჩვენი განაცემის დღევანდელი სტუმარი გახდათ ბატონი კობა გურული ერთმანეთს შევხვდებით ხვალ 20 საათსა და 30 წუთზე მეგატივის არხზე მშვიდობიან ღამეს გისურვებთ ნახვამდის